საქმეს აღამოს ვაგრძელებთ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე საუბრით და ბოლო პერიოდის განმავლობაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი საკითხი რაზედაც მთელი მსოფლიო მსჯელობს, ეს უკავშირდება ტრამპის მიერ გატარებულ სატარიფო პოლიტიკას და მის მიერ წამოწყებულ სავაჭრო ომს, რომელიც მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც საკმაოდ მწვავედ არის ჩართული ამ სატარიფო ომში, არის ჩინეთი, რადგანაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ დამატებით 34%-იანი სატარიფო რეჟიმი აამოქმედა. ეს 34% არ არის უბრალო 34%, ეს არის დამატებითი ტარიფი, ანუ ზოგიერთ პროდუქტზე და ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე საუბარი გვაქვს 60 და 70%-იან სატარიფო რეჟიმზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან ართულებს ვაჭრობის პროცესს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის ფონზე თავად პეკინმაც გადადგა სატარიფო ნაბიჯი, მარტივად რომ ვთქვათ, პასუხი გასცა ამერიკას და თავადაც აამოქმედა ზუსტად 34%-იანი სატარიფო რეჟიმი ამერიკის წინააღმდეგ, რომელიც ჩაეშვება სწორედ დღეს ძალაში და განკარგულებაში, ანუ ვიღებთ უკვე სავაჭრო ომის ძალიან სერიოზულ ესკალაციას. როგორც ჩანს, ტრამპს ეს ვითარება არ მოსწონს სატარიფო პასუხები და ასე ვთქვათ, ყველაფერი ის, რასაც პეკინი აკეთებს, მისთვის არის მიუღებელი და ისაც ხადებს, რომ თუ კი პეკინი ამ სატარიფო რეჟიმს არ გააუქმებს თანადროულად, მაშინ ის ამერიკის წინააღმდეგ ჩაითვლება, რომ იწყებს სატარიფო ომს და ამერიკა ამის გამო ჩინეთს დამატებით 50%-იან ტარიფს დაუწესებს. ანუ ვიღებთ უკვე ისეთ რეალობას, რომელშიც ჩინეთს შეიძლება დაუწესდეს თეორიულად ზოგიერთ პროდუქტზე, მაგალითად 100%-იანი ტარიფი, რაც უბრალოდ ფასების კოლოსალურ ზრდას გამოიწვევს მსოფლიოს მასშტაბით, რადგანაც ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ჩინეთისგან პასუხი ჯერჯერობით არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ისინი პასუხის გაცემას, ანუ რეტალიაციას აპირებენ, მაგრამ არიან თუ არა ისინი წამსვლელები და მზად იმისათვის, რომ ასეთ სავაჭრო ომში გადაერთვან, ეს ჯერჯერობით არის უცნობი. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, სავარაუდოდ ხვალ სწორედ თავარი სასაუბრო თემა ის იქნება, დააწესებს თუ არა ამერიკა პასუხის პასუხტარიფებს. ხო, სავარაუდოდ კი არა პასუხი იყო რენჩ ცნობილი იქნება 9 აპრილს, რაც გვიჩვენებს რა მოხდება მსოფლიოში და ის გაურკვეველი ვითარება გაგრძელდება თუ არა. თუმცა ჩინეთს აქვს პასუხი სხვა საკითხზე, რაც უკავშირდება ბაიდენს და TikTok-ს, რომელიც არის ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელი პლანეტაზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მას ასობით მილიონი ადამიანი იყენებს. როგორც ვიცით, TikTok-ი უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში, თუ კი ის არ გასხვისდება ამერიკელ ინვესტორზე ან ამერიკელ კონსორციუმზე, მოკლედ ამერიკულ საკუთრებაში არ გადავა. თავის დროზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, 75 დღიანი ვადა იყო მიცემული, მაგრამ ამ ვადაში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაავადა ეს საკუთარი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მას შემდეგ დაწესდა ტარიფები და ჩინეთს და ამერიკას შორის ვითარება მკვეთრად დაიძაბა და ჩინეთმა ამერიკაში TikTok-ის გასხვისების პროცესი უბრალოდ დაბლოკა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მიმართეს საკუთარი წარმომადგენლები, საკუთარს როგორ ბაიდენსის წარმომადგენლებს, რომლებიც როგორც ბაიდენში ამბობენ, აფილირებულები არ არიან ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რომელზედაც უკვე ამერიკელებმა იმჟელეს და ამიტომაც აიკრძალა რეალურად TikTok-ი თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უთხრეს, რომ მოკლედ არ შეიძლება TikTok-ის გასხვისება. ასეთი არის გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ სი ძინპინი იყენებს იმისთვის, რომ კიდევ ერთი ბერკეტი მოიპოვოს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ამ ომში, რაც პრინციპში გასაგებია, რადგან TikTok-ზე დაფუძნებული არის ერთგვარი ეკონომიკა, ინფლუენსერ ეკონომიკა, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, თან არ მხოლოდ ადამიანი, არამედ კომპანიებიც, ძალიან ბევრი მცირე ბიზნესი, ერთკაციანი ბიზნესები, ეგრეთ წოდებულები, რომლებიც TikTok-ის საშუალებით ყიდიან პროდუქტებს, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი TikTok-ის გარეთაც არ არსებობს, TikTok-ზე არის მიბმული პირდაპირ მის შემოსავალი, ასე რომ ჩინეთი ამას ძალიან კარგად ხვდება და იყენებს ამ საკუთარ სოციალურ ქსელს პოლიტიკური მიზნებისთვის. აქვე ის უნდა ითქვას, რომ სატარიფო ომი გაჩაღებული არის მათ შორის ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოების წინააღმდეგაც და ერთ-ერთი ესეთი ქვეყანა, რომელიც მთელ ამ პროცესში არის გახვეული ქარცეცხლში, არის საფრანგეთი, რომელიც როგორც ჩანს ძალიან ნეგატიურად უყურებს განვითარებულ მოვლენებს და უკვე მთავრობა ალაპარაკდა საკანონმდებლო დონეზეც კი, ვინაიდან პარლამენტში გაიმართა მსჯელობა და ითქვა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ძალიან დიდი ალბათობით თუ კი სატარიფო რეჟიმი ისე გაგრძელდება წლის ბოლომდე, როგორც ის დღეს არის წარმოდგენილი, ამითი საფრანგეთის ეკონომიკური ზრდა 9% პუნქტით შემცირდება, ანუ მთლიანში და პროდუქტი იმ დონეზე ვერ გაიზრდება ქვეყნისა, რა დონეზეც უნდა გაზრდილიყო. 9%-იანი კლება
თლეში და პროდუქტის დის ტემპისა შეიძლება დიდად და კოლოსალურად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საფრანგეთი ისედაც რეცესიის და ზოგადად სტაგნაციის ზღვარზეა, მისთვის 9% არის გადამწყვეტიც კი ამას შეიძლება ქვეყანა იხსნას მაგალითად რეცესიისაგან, ამიტომაც ეს მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, როდესაც რამდენიმე ტრილიონიან ეკონომიკაზე გვაქვს საუბარი, ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენს რეალურად და თანაც საინტერესოა ის, რომ ამ დანაკარგით ყველაზე დიდ ზიანს და დარტყმას მიიღებს საბარაუდოდ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც არის დამოკიდებული ღვინის ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო თავად ეს სექტორი არის ყველაზე მეტად სუბსიდირებული საფრანგეთში შესაბამისად აქ ძალიან დიდ საბიუჯეტო გარღვევებსაც კი შეიძლება წავაწყდეთ და ქვეყანას შეიძლება მოუწიოს მაგალითად ფერმერების დაფინანსება და მათ შორის ძალიან დიდი მოცულობით მოსავლის უკან გამოსყიდვა და ძალიან კომპლექსური ოპერაციები ჩატარება იმისათვის რომ ქვეყანამ თავი აარიდოს ერთი მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორის კოლაფს და მეორე მხრივ რეცესიის თავიდან არიდებას. მოკლედ ძალიან რთული ვითარება იქნება ამ მიმართულებით საფრანგეთში და მთელ ამ ყველაფერს იწვევს ის სატარიფო რეჟიმი, რომელიც არის ამოქმედებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, რაც არის საბაზისო 10% პლუს 20% ტარიფი ყველანაირი სახის პროდუქტზე. აქ არის რა თქმა უნდა ღვინოც, აქ არის სხვადასხვა სახის პროდუქცია და მათ შორის რა თქმა უნდა ფუფუნების საგნები, რომელთა ექსპორტის მიმართულებით საფრანგეთი მარტივი გასაგები მიზეზების გამო არის გლობალური ლიდერი, მაგრამ როგორც ჩანს, ფუფუნების საგნებზეც გარკვეულწილად მოთხოვნა დაიკლებს, რადგანაც პლუს 20% ისედაც ძვირადღირებულ ნივთებზე ცოტა ფასნამატი ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, კერძოდ ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ლაპარაკობდნენ კონკრეტულ საქონელზე 0%-იანი ტარიფის დაწესებაზე, ანუ უბარიერო ვაჭრობაზე, რაც პრინციპში უნდა აწყობდეს დონალდ ტრამპს, რადგან მისი განცხადებებიდან სწორედ ეს იკვეთება, მაგრამ როგორც ვიცით ჩვენ, მანქანებზე და ინდუსტრიულ პროდუქციაზე 0%-იან ტარიფზე ისინი ვერ შეთანხმდნენ, რაც მოსალოდნელი იყო იმ კუთხით, რომ ურსულა ფონ დერ ლაინმა თავის დროზე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ თებერვალში, რომ ამერიკამ უარი განაცხადა ამ მიმართულებით. თავად დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ევროკავშირს და ამერიკას შორის არის 350 მილიარდ დოლარიანი სავაჭრო დეფიციტი ამერიკის მხრიდან, რომელიც აღმოიფხვრება იმ შემთხვევაში, თუ კი ევროკავშირი დაიწყებს ამერიკის შეერთებული შტატების ენერგორესურსების შეძენას, ანუ ძირითადად ნავთობი იგულისხმება ცხადია ამ მიმართულებით და სწორედ ამით ევაჭრება დონალდ ტრამპი ევროკავშირს, რომელსაც სურს, რომ ამერიკული ნავთობი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, რითაც ამერიკული კომპანიები, ექსონი, შევრონი და სხვები მიიღებენ დიზელ შემოსავალს, მათ შორის შედარებით მცირე კომპანიები, რომელთა უდიდესი ნაწილი არის რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი, რაც პრინციპში გასაგები არ მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ შემომწირველიც კი დონალდ ტრამპის უდიდეს შემომწირველებს შორის არაერთი არის სწორედ ნავთობის და ენერგორესურსების მაგნატი. ასე რომ ამ მხრივ გასაგებია, რას აკეთებს დონალდ ტრამპი და რა პოლიტიკას ატარებს ის. თავად ევროკავშირთან ურთიერთობა ბოლო პერიოდში მკვეთრად დაიძაბა, აგრეთვე ამ მიმართულებით დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მზად არის 200%-იანი ტარიფი დააწესოს ღვინოზე, ჯერჯერობით ეს არ მხოლოდ ღვინოზე, არამედ ზოგადად ევროპულ სასმელებზე, რაც ამ დროისთვის ასე არ არის, მაგრამ გარკვეულწილად ეს თუ კი ასე მოხდა, საქართველოსთვის შეიძლება ეს ძალიან მომგებიანი იყოს, რაც არ უნდა უცნაური იყოს, რადგან თუ ფრანგული ღვინო 200%-ით გაძვირდა, თან არ მხოლოდ ფრანგული, არამედ პორტუგალიური, იტალიური და სხვა ღვინოები, სადაც იქ არის, ჩვენ ძირითადად აი სწორედ პორტუგალიურ ღვინოსთან ვართ კონკურენციაში, ან ძვირადღირებულ ფრანგულ ღვინოებთან, შესაბამისად საქართველოსთვის, რომელზედაც მხოლოდ 10%-იანი ტარიფი არის დაწესებული, შეიძლება განსაკუთრებით კარგი იყოს და ამერიკელმა იმპორტიორებმა დაიწყონ ქართული ღვინის ძალიან დიდი რაოდენობით გატანა ქვეყანაში. მაგრამ ეს ჯერჯერობით არ მოხდა რა, არც ვიცით მოხდება თუ არა და თუ მოხდება უკვე იმ შემთხვევაში იქნება ყველაფერი გასაგები, თუ კი მართლაც დაიძვრება პროცესები ამის შემდეგ. ხო, სანავთობო ინდუსტრია ვახსენეთ და აქვე ორიოდე სიტყვა ნავთობზეც უნდა ვთქვათ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, კერძოდ ნავთობის ინვესტორებისათვის კარგ შედეგებს არ აფიქსირებს, რადგანაც კლება გვაქვს საკმაოდ მკვეთრი, ერთ კვირაში ლამის 14%-ით ნავთობი გაიაფებული, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე კორექცია არის 30%-ის ფარგლებში. ამ ყველაფრის ფონზე ბრენდის ღირებულება ბარელზე არის $65, WTI კი $60 ფარგლებშია, დაახლოებით იგივე შედეგი აქვს რუსულ ურალსაც. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩნდება შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეშველება თავად რუსეთის ეკონომიკას, რადგანაც რუსეთი თავიდან ბოლომდე არის ჩამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე, იქნება ეს ნავთობი, იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ მაგალითად ქვანახშირი. ცხადია, სამივე ზემოხსენებული პროდუქტი ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაიაფებული, ანუ ძალიან თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ
მიმდინარე თვის განმავლობაში ან შეიძლება ითქვას რომ მთელი კვარტალის განმავლობაში რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლები ძალიან მკვეთრადაც დაეცემა, რადგანაც ბიუჯეტის 60% ენერგორესურსების ექსპორტით იფსება, შესაბამისად თუ კი საერთაშორისო ბირჟაზე იკლებს ფასები, ამ დროს ბიუჯეტის შემოსავლებიც ბუნებრივად იკლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ნაკლები თანხა ექნება დასახარჯის სხვადასხვა პროექტებისათვის, მათ შორის თავად იმ პროექტების განხორციელებისათვისაც, რომელიც აქამდე იყო დაგეგმილი და ამ პროექტებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირადღირებული არის უკრაინის წინააღმდეგ ომი, რომელიც ყველაზე მეტი უჯდება რეალურად რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება რუსეთს ჰქონდეს ერთი ბერკეტი, რაც არის დამატებითი ვალის აღება ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად, მაგრამ ვალის გამცემი ბევრი სახელმწიფო არც არის დარჩენილი უკვე პლანეტაზე, რომელსაც ის არ ყავს სანქცირებული. ცხადია, ორი ისევ რჩება, ერთი დიდი არის ჩილეთი, მეორე დიდი არის ინდოეთი და სავარაუდოდ ნახავთ ობლიგაციების გაცვლა-გამოსვლას ამ ქვეყნებთან მიმართებით წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, რუსეთს მოუწევს ძალიან მკვეთრად თავისი ბიუჯეტის შემცირება, ან მეორე ალტერნატივა რჩება ოპეკზე ზეწოლის გაზრდა, საუდის არაბეთის დახმარებით და იძულება ოპეკის წევრი სახელმწიფოებისა, რომ ნავთობის მიწოდება ხელოვნურად იქნეს შემცირებული და ამით ფასი იქნეს გაზრდილი. ესეც რა თქმა უნდა გამორიცხული არ არის, რადგანაც ომის დაწყების პერიოდში, როდესაც ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა, ჩვენ სწორედ ესეთი ინტერვენცია ვიხილეთ ოპეკის მხრიდან და მაშინაც რა თქმა უნდა იძულების მხარე იყო სწორედ მოსკოვი. ბოლო პერიოდში რუსულ კომპანიებს ძალიან ცუდად აქვს საქმე და ერთ-ერთი სიახლე შეეხო აგრეთვე ერთ-ერთ საკულტო საავტომობილო კომპანიას რუსეთში ავტოვას, რომელიც ცნობილია ლადას, ნივას და ვაზის ბრენდებით. ეს ძირითადად რუსეთში იყიდებოდა ესენი, ან რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოებში, რომლებიც მეტად განუვითარებლები არიან და უბრალოდ არ შეუძლიათ რომ იყიდონ ნორმალური ავტომობილები, რადგან ყველაზე მოხსენებული სამივე ბრენდი ტექნოლოგიურად და ხარისხით არის უბრალოდ ძალიან ცუდი და სწორედ კომპანიის დახურვა დიდწილად ამაზე არის დამოკიდებული, რადგან დიდწილად ფინანსდებოდა რუსული ბიუჯეტიდან ეს კომპანია სუბსიდიებზე იყო, მაგრამ ახლა რუსეთს არც ძალიან ამისთვის, რადგან ომი აქვს ქვეყანაში და ვაზი ტანკებს არ აწარმოებს, ტანკებს რო აწარმოებს, ალბათ მიიღებდა კიდევაც სუბსიდიას, მაგრამ აწარმოებს ლადას და ნივას, რომელიც აღარ იყიდება რუსეთში, რადგან გაცილებით იაფად შემოვიდა ჩინური ავტომობილები, რომლებიც მათი რუსულ ავტომობილებთან შედარება უბრალოდ არ შეიძლება, ის ზოგიერთი მათგანი გარკვეულწილად მაინც ცდილობს გერმანულ ავტომობილებთან, ამერიკულ ავტომობილებთან შესვლას, იგი რუსულ ავტომობილებს არასდროს ადგილი არ ქონიათ და ალბათ არც არასდროს ექნებათ, რადგან არ არის ეს სფერო, რომელშიც რუსეთი არის ძლიერი. შესაბამისად, ვაზი არის ძალიან დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე და კომპანია ხურავს ქარხანას და შეიძლება ძალიან მალე ვიხილოთ სიახლე, რომ ავტოვაზი გაკოტრდა კიდეც.